ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნებში ნატოს 10-ზე მეტი წევრი ქვეყნის ათასობით ჯარისკაცი, რამდენიმე საბრძოლო ხომალდი და თვითმფრინავები მონაწილეობს. ძალების უმეტესი ნაწილი განლაგდა ჩრდილოეთ გერმანიაში, სადაც 2026 წლის ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები სტეტფას დარტი იმართება. წვრთნების ფარგლებში 13 ქვეყნიდან 10,000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული. სამხედრო სწავლება გასულ თვეს დაიწყო და მოიცავს წვრთნებს, საზღვაო და ხმელეთზე გადასხმის მანევრებსა და ასევე რეპეტიციებს, რომლებშიც ჩართული არიან სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო სპეციალური ოპერაციების, კიბერ და სხვა დამხმარე ძალები. წვრთნების მიზანია ნატომ სწრაფად განალაგოს და ინტეგრირება გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალებსა და აღჭურვილობას, ასევე გააძლიეროს ალიანსის აქტივები ცენტრალურ ევროპაში. Ფიქრობ, ნატო ქმედითუნარიანია და მზადაა. იდეალურები ვართ? არა, ნამდვილად არა. უნდა ვისწავლოთ, უნდა გავხდეთ უკეთესები. სწორედ ამიტომ მიხარჯება უფრო მეტი ფული. ნატო დათანხმდა ხარჯების გაზრდას. ახლა მეტი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ უკრაინის ომისგანაც ვისწავლეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ თანამედროვე ომში. მეორე მხრივ, ჩვენ მათ ვასწავლეთ, როგორ გამოიყენონ შეიარაღების ის სისტემები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანა აწვდის მათ. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ასეთ ომს ან ნებისმიერ მომავალ საფრთხეს. მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ჯერ არ ვართ სრულყოფილები. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ იტალიის, საბერძნეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სამხედრო ძალები. ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობს, თუმცა სამხედრო ოფიცრების თქმით, ის რომ ნატოს უდიდესი წევრი არ არის წარმოდგენილი სამხედრო ძალებითა და აღჭურვილობით, უბრალოდ დამთხევაა და არ არის გამოწვეული ნატოში პოლიტიკური დაძაბულობითა თუ ამერიკის უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტების წამოწევით. სწავლება 2 წლის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ევროპულმა ქვეყნებმა, ერთად ვაჩვენეთ თუ რა შეუძლია მოკავშირეთა რეაგირების ძალებს. წვრთნებში არ მონაწილეობდნენ არც ამერიკის შეერთებული შტატების და არც კანადის ჯარები. ამიტომ ეს ძირითადად ევროპული მანევრები იყო. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. წვრთნები ცენტრალურ ევროპაში ტარდება, ძირითადი აქტივობები კი გერმანიაში მიმდინარეობს. ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური ნიდერლანდებში, ბრიუნსვილში იმყოფება. წვრთნებს გერმანელი გენერალი ინგო გერჰარდსი ხელმძღვანელობს. ბალტიის ზღვაში საზღვაო დესანტის წვრთნების დროს წარმოდგენილი იყო 17 ერთეული სადესანტო გემები, ფრეგატები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები. ჰაერში იყო 20-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის ევროფაიტერები, F-16-ის გამანადგურებლები, ვერტმფრენები, სატრანსპორტო თვითმფრინავები და დრონები. ბერგენთან ახლოს უფრო სამხრეთით ქვეითი ჯარის ჯავშან ტექნიკა, მსუბუქი ტანკები და ჯარისკაცები მოქმედებდნენ. საერთო ჯამში სამხედრო მანევრებში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა სამხედრო მანქანამ, მათ შორის მთავარმა საბრძოლო ტანკებმა.